გუგა, უპირველეს ყოვლისა გეტყვით იმას, რომ 18 წლის ანზორ დავითური კლინიკის ინფორმაციით ახლა არის ინტუბირებული და გადაყვანილია რეანიმაციაში, რაც შეეხება დიაგნოზს, როგორც ადასტურებენ, მას ორივე ფილტვის არეში პნევმონია აღენიშნება. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვესაუბრეთ ოჯახსაც, თუმცა უპირველეს ყოვლისა გაგაცნობთ კლინიკის პოზიციას, კლინიკაში აცხადებენ, რომ მათ აქვთ აბსოლუტური მზაობა, მათ შორის ექიმსაც რომ გააკეთონ კომენტარი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთი არის წესი, რომ ამისთვის საჭიროა ოჯახის თანხმობა, ამიტომ ისინი ელოდებიან ოჯახის თანხმობას. ამ ეტაპზე კი ამბობენ იმას, რომ პაციენტს ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა. რაც შეეხება ახლა თამუნა იარაჯულსა და პაციენტის დედას, ამ თემასთან დაკავშირებით აკეთებენ მკაფიო კომენტარს, ამბობენ, რომ 4 კლინიკის გამოცვლა დასჭირდათ იმისთვის, რათა საბოლოო ჯამში აქამდე მოსულიყვნენ, ამბობენ, რომ საათობით ამ პაციენტის 18 წლის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ის არის შშმ-პირი და გარდა ამისა ეპილეფსიის დიაგნოზი აქვს დასმული, ის ვერ ეუბნებოდა მშობელს თუ რომელ არეში ჰქონდა კონკრეტულად ტკივილი. აქედან გამომდინარე თვლიდნენ, რომ აუცილებელი იყო გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა, გამოკვლევა იმისთვის, რათა უპირველეს ყოვლისა ჰქონოდათ ინფორმაცია იმაზე, თუ რას ტკიოდა ამ ადამიანს და რა ტიპის დახმარება შეეძლო გაეწია კლინიკას. ამის მიუხედავად ამბობენ, რომ მათ შორის ჯო ჰოსპიტალშიც მათ განუმარტეს, რომ ფსიქიატრიული დახმარება სჭირდებოდა 18 წლის ანზორ დავითურს და რა თქმა უნდა უჩნდებათ რიტორიკული კითხვა, თუ კი დღეს ეს ადამიანი აღმოჩნდა რეანიმაციაში და გუშინ თვლიდნენ, რომ მხოლოდ ფსიქიატრის ჩარევა იყო საჭირო, მაშინ სად არსებობს ზღვარი და როგორ მოხვდა ის ადამიანი დღეს რეანიმაციაში, რომელსაც მხოლოდ ფსიქიატრთან ამისამართებდნენ გუშინ. რა თქმა უნდა ჩვენ ამ კითხვებს დაუსვამთ ექიმს, როგორც კი გვექნება ამის შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ კლინიკამ გამოთქვა მზაობა, ველოდებით მშობლის ოფიციალურ თანხმობას და რა თქმა უნდა საზოგადოებას ამის შესახებ ექიმის კომენტარსაც მოვასმენინებთ. მიხაილოვის საავადმყოფო პირველი, სადაც მივედი და უარი მითხრეს მიღებაზე, რომ იყო მძიმე პაციენტი და ვერ გამოიკვლიდნენ იქ და თან არ ჰქონდათ ადგილი. ეს იყო მიზეზი და იქვე გამოვიძახეს სასწრაფო, სხვაგან სადაც შეიძლებოდა რომ გადაეყვანათ. რეკავდა სასწრაფო აქეთ-იქით ყველგან, კლინიკებში არავინ, ყველა უარს იძახდა მიღებაზე. და ბოლოს გადაწყვიტეს, რომ გერმანული ჰოსპიტალი არის, გერმანული კლინიკა, დუბეში ელიავაზე გადაგვიყვანეს მან. გადმოვშვით ბავშვი ეტრში, უნდა რომ შეგვეყვანე კლინიკაში და როგორც კი კარებს გავცდით, იქვე გვითხრეს, რომ ამ ბავშვს ვერ მიიღებდნენ, იმიტომ რომ არ ჰქონდათ სათანადო პირობები, რაც სჭირდებოდა ამ ბავშვს და არ ჰქონდათ კვლევები, ვერ გადაიღებდნენ, არც MRT იყო, არ გაგვეშეს იგოროყოს კლინიკაში. იგოროყოს კლინიკაში მოვედით, აქ მითხრეს, რომ გაფუჭებული აქვთ MRT აპარატი უკვე 6 თვეა და არც ფსიქიატრი არ ყავთ და აქედან გამომდინარე უნდა მოვძებნო ისეთი კლინიკა, სადაც ფსიქიატრი შეაფასებდა ბავშვის მდგომარეობას, რაც რომ არ მიგვიღეს, დავრეკე პოლიციაში. თქვენ პოლიციას დახმარება, რომ რომელიმე კლინიკაში მომყოლოდნენ, რომ იქნებ მივიღე ვინმეს. მოვიდნენ, გამოიძახეს სასწრაფო და ერთად მე პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფოს ეკიპაჟი მოვედით ამ კლინიკაში და არ ვიცი 5 საათი ზუსტად აი ამ ადგილზე თუ უნდათ, მაგრამ არის ეს უბედური პოლიტიკა ამ ქვეყანაში, რომ ადამიანი როდესაც არის შშმ-პირი, ეს ბავშვია თუ ზრდასრული მნიშვნელობა არ აქვს, კლინიკაში ნებისმიერი მწვავე დიაგნოზით ან დაუსმელი დიაგნოზით, მწვავე ჯანმრთელობის მდგომარეობით როდესაც შედიხარ, ყველაფერზე გეუბნებიან, რომ უნდა წახვიდე ფსიქიატრიულში. ეს განსაკუთრებით ეხება შშმ-პირებს, რომელსაც მეტყველება არ შეუძლია და ვერ გადმოცემენ სიმპტომებს, რა ტკივილები აქვთ. წინა ღამეს გვეუბნებოდნენ, რომ პაციენტს საერთოდ არაფერი არ ჭირს და უნდა გადასულიყო ან სახლში, ან ფსიქიატრიულში და არ ჰქონდა არაფერი პრობლემა მას ჯანმრთელობის და დილით ხდება რეანიმაციაში ინტუბირებული პაპარაძე. დღეს ზუსტად ეს კითხვა დავსვით, რომ გუშინ რომ ჩვენ არ გვეძალა და არ დაგვეტოვებინა კლინიკაში ამ პნევმონიით, რასაც ახლა გვეუბნებით, რა მოხდებოდა და გვითხრეს, რომ მკვდარს მოიყვანდით. ფაქტიურად სახელმწიფო არის მკვდარი. როგორც მოვისმინეთ, 18 წლის ანზორ დავითურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის მძიმე, ის ახლაც იმყოფება რეანიმაციაში. ამ წუთებშიც გვქონდა ჩვენ მშობელთან კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, მისცემს თუ არა ის კლინიკას და ექიმს თანხმობას, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ჩვენ მოგვაწოდონ ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობაზე, დედამ დაგვიდასტურა, რომ გაივლის ოფიციალურ პროცედურებს და მისცემს ექიმს ამის უფლებას, ამიტომ ჩვენ სულ ცოტა ხანში გვეცოდინება მათ შორის კლინიკის ოფიციალური პოზიცია, მოვისმენთ ექიმის კომენტარსაც, მანამდე კი როგორც კადრებშიც ვიხილეთ და როგორც
მშობელი და მათ შორის თამუნაიარაჯული უფლებადამცველი ჩვენთან საუბრისას ადასტურებენ საათების განმავლობაში მოუწია 18 წლის პაციენტს ფოიეში მისაღებში კლინიკის მისაღებში ყოფნა რაც მათთვის იმის ინდიკატორი და კიდევ ერთი დასტურია რომ ქვეყანაში არის მოშლილი სისტემა ამიტომ ელოდებიან კონკრეტულ პასუხებს კონკრეტულ კითხვებთან იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ამისამართებდნენ 18 წლის პაციენტს ფსიქიატრთან მაშინ როდესაც დღეს ის უკვე იმდენად დამძიმდა რომ ინტუბირებულია და მოხვდა რეანიმაციაში